სამგორი მოლში მოვედით პირველად. აი ეს არის ალმეო. ნახე რამდენი მაღაზიები ყოფილა. კონტაქტი. გუშინ ნახეთ რაღაც რეკლამები. Facebook-ზე რაღაც კარგი აქციებია. და პლუს ამას ჩემმა ერთმა გოგომ გამომწერმა დამიწერა, რომ ზუსტად მანდ ვიყიდეო მეც აქციითო და მაყოფილი ვარ, რომ სამეული გაზი, დუხოვკა და გამწოვი. შორის ელენბერგის ლაშა. დუხისუნი რა გიო დაგიკლებ. ხადა მოკლედ აბა ნახოთ და კარგიაო, ანუ გამომადგაო და ელენბერგი? ხო. ანუ იაფი იყო და მე ვიფიქრე, რომ შეიძლება არ არის კაიო, მაგრამ კაიაო, იდეალური არის. ხო და ნუ ნახოთ, იქნებ ჩვენც მოგვეწონოს. გუშინ მitmetes ეგ შევამჩნიეთ და პლუს მე კიდე კომენტარიც მომვიდა მაგაზე და რა ვიცი, მე რაღაც ბედი ხო არ არის. აგერ ალტაც ყოფილა, ბეკო. მაგრამ ჩვენ ეხა გვაინტერესებს ეს ნატურელ ჯორჯია. იქ იყო რაღაც კაი აქცია. საბალფაზდი მაგარი. ნახოთ აბა. ისე რა ძვირი იყო და 1800 და დუხოვკა, ხო? Silver line, რა ხო როდი ის არის silver line. პრემიუმ მართლა პრემიუმ. აკა? აი. ესე მარტო შუშებია, ხედა? ნიჟავიკები არ არის? იქეთ იქნებ. ნახე ამას გვერდზე აქთან. ნიჟავიკა იმალი, ნიჟავიკა. აი ეს ზატო ეს ცუდია, ნახე და ეს ჩუგუნია. ეს არის ყველა სქელი. ეს კი. თან აი მაგას ქვემოთ აქ ეს თორნე მიიწოს თუ აი მის შეიძლება მიაწოს ამის მოპიმან სიმხურვალე ეგ რა ვიგდეთ იქით ძა აი ხო აი ეს გვერდებზე თან ეს პატარებია ნახე უფრო კაი მაგრამ ის დენის როა მინდა მე ხო, მიჩვენია 4 მოკლედ მე გადავწყვეტე 4 გაზის ვიყიდო და ეს დენის, ოღონდ ცალკე ვიყიდო, ხო დენისაც. აბა რომელზეა თქო აქცია? 900 არის აქცია. ეს გამწოვი ყველა ესეთი ხედა? ეს თუდებია? ორი. საქმეც მომეში. ძალიან მომიზადებლები ვარ. მაგრამ რამდენი დღეს უნდა უყურო რაღაც ვიდეოს უყურე, მაგრამ მაინც ეს ძალიან დიდია. ეს ისინია სულ შუშები. აი ეს გასკურავარჩიეთ. ოღონდ შავი ფერი. უბრალოდ საცხობი. ეს სალკე ეკიდება და მე ზედა ნაწილი ესეთი ოღონდ შავი, ანუ ესეთი იქნება, ოღონდ ანუ ესეთი რა. ესენი გვერდზე იქნება. ხო. ელენბერგის სარეცე მანქანები თუ კაია ნეტა. აი 8 კილოგრამიანი 1000 ღირს. დენის ავარჩიეთ, მაგრამ მე გადავიფიქრე და ეს შევცვალე ამაზე. ეს უფრო ძვირი იყო, მაგრამ მივხვდი, რომ აქ უფრო დიდი იყო დაშორებები კამფორების შორის ვიდრე აქ. და მე მგონი აქ კარგი არის. რაც უფრო დიდი დაშორებებია, უფრო დიდი ქვავი დაგვეტევა. ესენი გვერდზე აქვს და თან აქ პატარა კამფორებია, ასე რომ საშიში არ არის, რომ დაწვას ეს
რაღაცეები. ჩამრთველები. და რაც შეეხება დუხოვკას, ამის მაგალითად ეს ავარჩიეთ. პრინციპში თითქმის ერთნაირებია, შიგნით ძალიან კაი არის, აი ესეთი მასალის 3 ერთად. და რა ვიცი, ყველანაირი ფუნქცია აქვს. მეტი მე არ ამგონია რომ დამჭირდეს. ანუ ზედა ქვედა წვა, ზედა წვა, ქვედა წვა, ორივე ერთად. რაღაც ისინი ვენტილაციები. და რა ვიცი, აბა, კიდე რაღაცეები მითხრა, მაგრამ ხა აღარ მახსოვს. ტაიმერი. მასაც 3 გაყოფილება. თავიდანვე რომ ვნახეთ, ხო გითხარი ის რაღაც კაიად. აი მე მზე როგორ მანათე. მოკლედ ვიყიდეთ რაც გვინდოდა. სამეული შევიძინეთ ერთად. აი რასაკეთ, ესეთი რა საინტერესოა რა. და მოკლედ მე გაყოფილი ვარ. არ ვიცი როგორ იქნება მე, მაგრამ ესეთ კარგი უნდა იყოს. ამბობენ ხმარებაში დაჯდებაო, გაიწევს ხმარებაში. ხმარებაში გაიწევს. მოკლედ გამწოვი, გასქურა და ელექტროღუმელი ვიყიდეთ ერთად. ძალიან ისეთ ნორმალურ ფასში. თავის ხარისხთან შედარებით, იმიტომ რომ ვფიქრობ ძალიან კარგი ხარისხის უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში აი ჩვენ როგორც გვინდოდა და რასაც ვაქცევდით ყურადღებას, ყველაფერი ისე იყო რა, ისეთი ავარჩიოთ, როგორც ჩვენ გვინდოდა მოკლედ რა. ერთიანობაში გამოგვივიდა 1030, მაგრამ ნუ 1000 ვთქვა. ხოდა მოკლედ რაც შეეხება ბრენდს, არის ელენბერგის სამეული. და რა ვიცი, აბა გოგოებმაც მირჩიეს, დამიწერეს კომენტარებში, რომ გვაქვსო და ძალიან კარგი არისო. მარიამმა დამიწერა იდეალური არისო და ძალიან მიხარია. რომ დამიწერა უკვე თამამად ვიყიდებ და ისედაც შევატყვე რა ხარისხზე, რომ მე მგონი რომ კარგი იქნება, მაგრამ დანარჩენი ვნახოთ აბა დროთა განმავლობაში. ფერები შავი არის. მე გაჩვენებთ ყველაფერს. ასე რითსაც წამოვედით, პრინციპში ვიყიდეთ და ძალიან მიხარია, ყველათ არ გამოვსულვართ. ეხლა უკვე უნდა დავიწყო ჭურჭლის სარეცხი მანქანის არჩევა და ჩვეულებრივი სარეცხი მანქანის. სხვათა შორის ჭურჭლის სარეცხი მანქანაც მომეწონა ელენბერგის ერთ-ერთი ძალიან გავს ელექტროლუქს, აი მე რომ მინდა. ოღონდ შედარებით ბიუჯეტურია და ნახოთ, აბა შეიძლება მაგასაც შევათვალიერებ მე სახში თუ ვინმეს გაქვთ, დამიწერეთ როგორ მოგწონთ ელენბერგის ჭურჭლის სარეცხი. 14-იანი იყო, 14 პერსონაჟია, 3 განყოფილება აქვს და კარები მაგასაც ეღებაო, ესე მითხრეს. ასე რომ რა ვიცი, აი მაგას უნდა მივაქციო ყურადღება, ნეტა ჩემი ხმა თუ ისმის. და სარეცხი მანქანა ასევე შევათვალიერე LG-ს 8 კილოგრამიანი, 8.5-იანი, ოღონდ არ ვიცი თუ დაეტევა ჩვენ საბაზაროში, ჯერ უკვე გავზომოთ და თავისუფლად თუ დაეტევათ, რომ ისე კი დაეტევა. და მაგის მიხედვით ავარჩევ. თუ არა და სხვა ვარიანტებიც ჯერ კიდევ შეგიძლიათ გვირჩიოთ. ისე ელენბერგიც გვირჩიეს. მაგრამ არ ვიცი.